ჩართვა მთავარ ამბებში ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილი ძმისთვის და დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის უკვე ცნობილია დნმ-ის დასკვნა. თუმცა აღმოჩნდა თუ არა გარდაცვლილის დნმ-ის კვალი იარაღზე ისინი არ ახმაურებენ. ზურაბ კიწმარიშვილი ადვოკატთან და ექსპერტებთან ერთად დღეს თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად უკვე მეორედ მივიდა. ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას განმეორებით ითხოვს. ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით ექსპერიმენტმა უცხო პირის ავტომანქანაში ყოფნა არ გამორიცხა. ზურაბ კიწმარიშვილმა და კიწმარიშვილს და დამოუკიდებელ ექსპერტებს ქალაქის პროკურატურა უკვე დატოვეს. ქალაქის პროკურატურა ბელა ზაქაიძეა პირდაპირ ეთერში. ჩაწერილი ყავდა ჩაწერეთ ხო? საუბარი არ სურს. კიწმარიშვილის ძმამ მანამდე დატოვა პროკურატურის შენობა ექსპერტებთან ერთად. მან ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ ექსპერტს ზაზა ალთუნაშვილს, როგორც ზაზა ალთუნაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ისინი გაეცნენ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომელიც 6 ტომიანია. ჯერჯერობით სრულად ვერ მოახერხეს ამ მასალების გაცნობა და მხოლოდ 1 ტომს გაეცნენ. ექსპერტის განცხადებით ჯერჯერობით კონკრეტული პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული და სანამ სრულად არ გაეცნობა საქმის მასალებს, მანამდე კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ სურს, რომ გაახმაუროს საკუთარი პოზიციის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გაახმაურებენ ამ პოზიციას, რაც კომპლექსურად შეისწავლიან სისხლის სამართლის საქმის მასალებს. 11 საათზე შევედი აბრეונה გამოსული ყავდა, ახლა გამოვიდა. ჩვენობაში ჩამოყალიბდა ძალიან ბევრი ობიექტებია გამოსაყოლები, საჭიროა შეისწავლოს ყველა ის საქმეები, ყველა ის დასკვნები, რომელიც არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენთვის ცნობილი არ იყო ძალიან ბევრი ექსპერტიზის დასკვნები. ვეცნობთ ამას, პიროვნებაში მოდის ამ ექსპერტიზების შეჯარება. ჯერჯერობით სულ მოღვაწეობით 1 ტომის გაცნობა, გასაცნობია შემდგომ ისე დაახლოებით 6 ტომი. ამ ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი იქნება შემდგომ რაღაც გასწრების გადაწყვეტა. როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, დნმ-ის დასკვნას, რომელსაც ისინი 3 თვის განმავლობაში ელოდებოდნენ, უკვე გაეცნენ, თუმცა ამ დნმ-ის დასკვნის შინაარსზე საუბრისაგან კიწმარიშვილის ძმა თავს იკავებს. 3 თვე ელოდებოდნენ ისინი დასკვნას, რომელიც დაადგენდა იარაღზე, რომლითაც კიწმარიშვილის გარდაცვალება მოხდა, აღმოჩნდებოდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილის დნმ, თუმცა ექსპერტებისთვის, ადვოკატებისთვის და კიწმარიშვილის ძმისთვის ეს დასკვნა ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით მის გახმაურებისგან თავს იკავებენ. შესაძლოა საქმეში იყოს ისეთი დეტალები, რომელსაც ჩვენ აქამდე არ შევხედავთ და რომელმაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, მიმართულება დაგვანახოს კიდე და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ დნმ-ის კვალი არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ამაზეც მაქვს დასკვნა, უпроსოდ ვიცი დასკვნის თაობაზე და პასუხი ექსპერტიზის, ამას ეხლა საქმის მთლიანად დანახვის კუთხით არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით 2 დღის წინ ჩატარებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტმა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანაში გამოძიების მთავარ შეკითხვას, კიწმარიშვილის ავტომანქანაში იმყოფებოდა თუ არა კიწმარიშვილის გარდა სხვა უცხო პიროვნება, ამ შეკითხვას გასცა პასუხი. ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტმა გამორიცხა, რომ ბუნებრივ პოზაში ავტომანქანაში უცხო პირი იჯდა. მათ ექსპერიმენტის დროს რამდენიმე პოზა შეიმუშავეს და დასვეს ერთი პიროვნება, თუმცა ამ პიროვნებამ სისხლის შეფები გადაფარა. ეს სისხლის შეფები ავტომანქანაში იყო მარაოსებურად და ნიკოლეიშვილის განცხადებით მხოლოდ ორი არაბუნებრივი პოზის დროს ვერ გადაფარა პიროვნებამ სისხლის შეფები. აქედან გამომდინარე, მისი დასკვნით ბუნებრივ პოზაში ავტომანქანაში გამოირიცხა უცხო პიროვნების ყოფნა. ის მარაოსებრად გავრცელებული მანქანაში შეფები, რომლებიც უწყვეტია, იცით, მთლიანად არის ისინი დამშტარი. მაშინ ეს ხელი უნდა ჩაჯდეს ისე, რომ ამ ხელმა არ წაიღოს შეფების სროლის მომენტში შეფების ნაწილი. თუ ამ ხელმა წაიღო, მაშინ როგორც ნეგატიური ანაბეჭდი, როგორც ჩრდილი, იმ ადგილას შეფები აღარ უნდა იყოს, იცით, მაგრამ ანდა დაუშვა დაჯდა აქ ადამიანი. სადაც შეფებია, თუ იქ ის ადამიანი იჯდა შეფების გავრცელების დროს
ეს შეფები იქ არ უნდა იყოს. ფეხი დაფარავდა და ნახეთ კიდეც რომ იქ რომ ვინმე მჯდარიყო იმ შეფებს აუცილებლად დაფარავდა. ზურაბ კიცმარიშვილი საგამოძიებო ექსპერიმენტის განმეორებით ჩატარებას ითხოვს. იგი აღნიშნავს, რომ 2 დღის წინ ავტომანქანის ღვედი მოხსნილი იყო და ექსპერტიზაზე იყო წაღებული. როდესაც ამ ღვედს მოიტანენ, იგი საჭიროდ მიიჩნევს ხელმეორედ ექსპერტიზის ჩატარებას. კიცმარიშვილის ძმა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია არაბუნებრივ პოზაში მოეხდინა გასროლა და ყოფილიყო ავტომანქანაში უცხო პიროვნება. მისი თქმით, 2 პოზა ნახეს, რომლითაც შესაძლებელი იყო, რომ არ გადაფარულიყო სისხლის შეფები. ელაზა ქაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ჩართვა საქალაქო სასამართლოდან. ჩვენ კი ეთერში